მაშკიდე. რა მონებად ვეკეცით ხელისუფლებას? მეცნიერება არის ბუნებრივი ოპოზიცია. და ხმამაღლა ვამბობ. თუ მეცნიერები იმას ურჩევთ ხელისუფლებას, რასაც აკეთებს, მაშინ ჩვენ მეცნიერება არ ყოლია. და თუ მეცნიერები ურჩევთ და ხელისუფლება არ აკეთებს, მაშინ რა გვინდა ასეთ ხელისუფლება? აქ წყალგამყოფი არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასე გამოკვეთილად და საუბრობენ და მხარი დაუჭიროთ და ვთქვათ, რომ გამოვიდეს ჩვენ მეცნიერების მოსაზრებებს უსმენენ, არ უსმენენ არავინ. არავინ ხმამაღლა მიმართეთ და თქვით, გამოთქვით მოსაზრებები, ესე იგი, არაბული სოფლების და ქართულ მიწებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ვინმესგან განცხადება მოისმინეთ, რომელიმე რექტორისგან, ყველა რექტორს მიმართეთ, ყველა შემოქმედებით კავშირს მიმართეთ. და რაღაც ამის ისა სამწუხაროა, როდესაც ჯაბა იოსელიანის 100 წლისთავის იუბილეს აღნიშნავს მწერალთა ისინი კი მისმა ახლობლებმა შეიძლება აღნიშნონ და მხედრიონმა, მაგრამ მხედრიონი ხო არ არის მწერალთა კავშირი. ან ხო არ არის ვთქვათ ისეთ ვინმეებს აჯილდოებენ და რაღაც ამით, რომლებიც სულ სახელისუფლებო იმას ესეთი რამე მე მახსოვს ვინ იყვნენ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები და მუხრან მაჭავარიანს ვინ მიაკადრებდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ზანზარებდა ქვეყანა მწერალთა კავშირის შეფრილობა როგორი იყო და ესენი ოღონდ პატარა გრანტ მიეცი, ფული გადაუგდე და მონებად იქცევიან. ეს არ